გაშლა ეხება დაშორებულ ან დაპაუზებულ წყვილებს, ან ისეთ წყვილებს, რომლებიც ხართ გაურკვევლობაში და არ იცით რა გელოდებათ. ნახოთ ეხლანდელი თქვენი ენერგიები და ნახოთ რა პერსპექტივები აქვს, აღდგება ეს ურთიერთობა, არ აღდგება, როგორ განვითარდება. ბალანსისთვის აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, რომ რეზონირდეს თქვენზე აღნიშნული გაშლა. დავიწყებ ეხლანდელ თქვენ სიტუაციას, იფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენ პარტნიორზე. ახანდელ ურთიერთობაში გეტყოდით, რომ შეიძლება რაღაცა ერთი ეტაპი დასრულდა თქვენთან ერთი სასიამოვნო დადებითი და დაიწყო პაუზის ხანა. აქ შეჩერებული ნამდვილად არის სიტუაცია და ურთიერთობა, ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ხართ. რაღაცა მოლოდინებია, ცოტა იმედგაცრუებებიც არის ურთიერთობაში, როგორ ენერგიებია იცით, რაღაცეები რაც გეგონათ რომ უნდა მომხდარიყო, ისე არ მოხდა, ან ისე არ წავიდა. თითქოს აქ ძალიან ბევრი გარემო ფაქტორია შემაფერხებელი, ან მხოლოდ თქვენზე და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე კი არ არის დამოკიდებული, გარედან არის კიდე რაღაცა მესამე ფაქტორები, რომლებიც ძლიერ ზეგავლენას ახდენს და თითქოს სამყაროს ხელშიაო რაღაც თვალსაზრისით ამ ურთიერთობის ბედი. აი ესეთ სიტუაციას ვხედავ. ისე ხშირად ცვალებადია სიტუაცია და შეიძლება ხშირად ერთი და იგივე პერიოდულობით ან რაღაცა ერთ და იგივე წრეზე, ერთ და იგივე ციკლზე გიმეორდებოდეთ აქ ურთიერთობა. ნახოთ აბა რა იქნება თქვენ ორ შორის. ნახოთ თუ შერიგდებით თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული. ურთიერთობაზე გეტყვით, რომ მერყეობებია, ისევ და ცვალებადი ენერგიები ძალიან ბევრია. აქ დიდად რომ გითხრათ, რომ სიტუაცია რაიმეთი იცვლება არა, იქნება პერიოდი და ვარიანტი, რომ კი აღდგება ურთიერთობა, რაღაცა შეიძლება შეხვედრა, საუბარიც იყოს, ლაპარაკები, მაგრამ მერე ისევ იგივე გაჩერება, ისევ იგივე დაპაუზება, ისევ და ისევ აქ რომელიღაცა მხარე ან ძალიან ხელფეხშეკრულია, ან შებოჭილია რაღაცნაირად და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ურთიერთობაში არ ხდება განვითარება, სერიოზული განვითარება არ აჩვენს პირდაპირ გეტყვით. არის კი ბატონო, არც იქითა, არც აქეთა, აი ორმაგი სიტუაციები, ორ სკამზე ერთაჯდომა, შეიძლება აქ მესამე პირებიც არიან ურთიერთობაში ჩარეულები, ბევრ თქვენთაგანთან სასიყვარულო კუთხით და დაიწონა სიტუაციები გიჩვენთ ძალიან ბევრია ამ ადამიანთან. მე ვფიქრობ, რომ აქ სერიოზული დაფიქრება მართებთ უკვე, თუ დიდი ხანია ესეთ გაურკვეველ და დაუბალანსებელ სიტუაციაში ხართ, დროა დაფიქრდეთ, საით წავა ეს ურთიერთობა და საით მიდის და მართვის სადავები თქვენ აიღოთ ხელში.